ხალხი როგორ ფიქრობ, საიდან მოდის თოვლის ბაბუა? ქრუბლებიდან თუ ტყიდან? რა? თიდან. მეორე ვერსიაც არსებობს ტყეშიდან, მაგალითად. ეს იუმორის ამბავში თუ მე უფრო კარგი კითხვა მაქვს. საახალწლო სურვილები ხდება თუ ხდება? ნინო ხარ არღულიანი დამტანჯა მსგავსი კითხვებით სიუჟეტს აკეთებ. აი ნინო არღულიანის სიუჟეტი უნდა წარვადგინოთ ახლა ძალიან საინტერესო, ექსპერიმენტული და სახალისო. მე მგონი თქვენს მოგეწონებათ ნახოთ ერთად. ჩვენ გვაწვალა. მითხარი გადაცემის სახელი ისე რომ არ მითხრა გადაცემის სახელი. ჩემს კექს დარჩენი ძალიან მოუხდა. რას? კექს. რომელ კექსს? ყავას უშაქროთსო. ეზუში თეთრი ძაღლი. ბალეტზე მივედი და ძალიან მიჭირს. ცოტა დაგვიანებული ხომ არა ეს? გითხარით რომელ გადაცემაში ვართ, ისე რომ არ გითხრათ რომელ გადაცემაში ვართ. რა იყო ხა რანაირი კითხვით მოხედი? მითხარით რა რეპორტაჟს ვამზადებ საახალწლოდ ისე რომ არ მითხრათ რა დამავალეთ. შენთან ყველაზე ახლოს არის. და შენ ყველაზე კარგად გამოგივა ეს. ეს რო გამოდეთ მე რომ ახლა. დღეს 7 საათზე ავტექი. გიჭირდა. იმან ხარ გამოგზავნე. მითხარი შენი პროფესია ისე რომ არ მითხრა შენი პროფესია. ჩემ პროფესიაში მთავარი არის სიმართლე. ჩემს ქუჩაზე მარტო 422 მარშრუტკა დადეს. ანუ დღის ბოლოს არ არის. მითხარი ყველაზე რეიტინგული გადაცემა რომლის წამყვანიც ხარ ისე რომ არ მითხრა სახელი. ნიუსი. ეზოში ლურჯიჩი დივნახე და ყვითელი გული ქონდა. მე ყავას ისე უშაქროთსო. ძალიან კარგი. მითხარი სად მუშაობ ისე რომ არ მითხრა სად მუშაობ. თქვენ ისეთ გადაცემაში ხართ, რო არ გეტყვით იმ გადაცემაში ხართ, რომ თქვენ თვითონ მიხვდებით რომელ გადაცემაში ხართ. ჩვენ ვმუშაობთ 2007 წლიდან ერთი და იგივე ლოკაციაზე, თუ არ ვმუშაობთ, მაინც იქ ვართ, ჩამოუხსნელად ეკრანიდან. მითხარი სად მუშაობ ისე რომ არ მითხრა სად მუშაობ. გვაერთიანებს. მითხარი ძირითადად რა სფეროზე მუშაობ ისე რომ არ მითხრა რა მიმართულებით მუშაობ. ქალბატონ თემი და სიცნაობთ. მითხარი ბოლოს ვინ ჩაწერა ისე რომ არ მითხრა ვინ ჩაწერა. ადამიანები რომლებიც კანონებს წერენ. მითხარი რომელი რეგიონიდან ხარ ისე რომ არ მითხრა საიდან ხარ. ყველაზე სწრაფი ვარ მსოფლიოში. რომელი გადაცემის წამყვანი ხარ მითხარი ისე რომ არ მითხრა რომელი გადაცემის წამყვანი ხარ. მითხარი შენი საყვარელი მომღერალი ისე რომ არ მითხრა ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი. ჩვენიც. შენ უნდა მითხრა მითხარი წლის სპორტსმენი ისე რომ არ მითხრა წლის სპორტსმენი. სამი მუშკეტი. დღეს ავტობუსით მოვედი სამსახურში. რატო? დიმა, მითხარი წლის საუკეთესო სპორტსმენი ისე რომ არ მითხრა წლის საუკეთესო სპორტსმენი. ვარაგვი ახლა აღარ არის სამწუხაროდ, მაგრამ MMA-ში დაალეცა ვიღაც პაუნდებს თავყბა დაამტვია ბალეცა დაუტვია. მითხარი სად მუშაობ ისე რომ არ მითხრა სახელი სად მუშაობ. ყველაზე მშობლიურ ადგილას. მითხარით წლის ყველაზე პოპულარული ბენდის ყველაზე პოპულარული ჰიტი ისე რომ არ მითხრა სიმღერის სახელი. მითხარით სად მუშაობ ისე რომ არ მითხრა სახელი. ეგ როგორ რაღაცა ახალი თამაშია ხო ჯენზი თაობაში და მე ვარ მილენიალგერ ზევით ვარ კიდე ბებრებში და როგორ აი რა უნდა კლოუნი ვარ. ჩემს ტანგოს რაღაც ილეთი აკლია. რა ილეთი აკლია? ანუ? ფარუმ კამერა. მითხარი გადაცემის სახელი ისე რომ არ მითხრა გადაცემის სახელი. ხო. ეგ არის ის რაც არაჩვეულებრივი კითხვაა. მითხარი შენი საყვარელი მომღერალი ან მსახიობი ისე რომ არ მითხრა სახელი და გვარი. მითხარი რომელი გადაცემა მიყავს ისე რომ არ მითხრა სახელი. დიდსაც და პატარასაც რო უყვარს. მითხარი შენი პროფესია ისე რომ არ მითხრა რა პროფესიის ხარ. უძილობა. მითხარი
რომელი კუთხიდან ხარ ისე, რომ არ მითხრა სახელი? მიმუშვახვი. გითხარ. გითხრა სადმუშაობ ისე რომ არ გითხრა სადმუშაობ. ყველაზე მაგარ ადგილას. ადგილი რომელიც არის ჩემის აზრით ეროვნული სიამაყის საგანი. გითხარი? მითხარი რა სფეროზე მუშაობ? ძირითადად ისე რომ არ მითხრა რა მიმართულებით მუშაობ. ომი და მშვიდობა. მითხარით სად მუშაობთ ისე რომ არ მითხრათ სად მუშაობ. ყველაზე მეგობრულ გუნდში. მუშაობ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად. გითხარი რამდენი წელია რაც იმედში მუშაობ ისე რომ არ გითხრა რამდენი წელია მუშაობ. 2000. ხომსყველი არ მოუხდა. ხომსყველი მომდეს უხდება. მე ისე უშაქრო ყავასუსა. იმ ვიდეოს იღებ ხო? TikTok-ზე რა ტრენდია. ეზოში რომ ტრენდი იყო გაფრინდა. მითხარი ვინ არის შენი მეუღლე ისე რომ არ მითხრა ვინ არის შენი მეუღლე. საუკეთესო მონტაჟი. მითხარი ვინ არის შენი პარტნიორი ისე რომ არ მითხრა ვინ არის შენი პარტნიორი. მინიშნები. ყველაზე ლამაზი, კეთილი და ჭკვიანი გოგო.